მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები. სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. გამჭვირვალობის შესახებ ამერიკული ფარა ზუსტი ანალოგი უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი ძალაში დღეიდან შევიდა. ეგრეთ წოდებული ფარას კანონი დღეს ძალაში შევიდა, რამაც პოლიტიკური მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ოპოზიციურ სპექტრში მიაჩნიათ, რომ ეს კანონი ავტოკრატიულია და უკვე არსებული რეპრესიების გაგრძელება. ხელისუფლება კი კანონის მიღებას ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებით ხსნის. უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის აღსრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი ანტიკორუფციული ბიუროა, რომელმაც პარლამენტს 6 თვეში ერთხელ სპეციალური ანგარიში უნდა წარუდგინოს. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს რეგისტრაციისთვის 10 დღიანი ვადა აქვთ. მასზე კი ვინც კანონის ჩარჩოში არ მოექცევა, აღსრულების მექანიზმი ამოქმედდება, ფულად ჯარიმა ან პატიმრობა. ცხადად მნიშვნელოვნად არ დავემორჩილებით ამ კანონს. ნუ შეფუთავენ ამერიკის დროშით აი ამ რუსულ მარაზმს ეგრეთ წოდებული ფარას კანონის სახით. ეს არის ცალსახად რეპრესიებისკენ მიმართული კანონი და თუ კი ვინმეს აინტერესებს სხვადასხვა NGO საიდან იღებს დაფინანსებას, დეკლარაციების შევსება როგორ ხდება, პირველ რიგში მოდი დავიწყოთ იმ ადამიანებით და იმ რეჟიმის წარმომადგენლებით, რომლებსაც აქვთ ვალდებულება, რომ საკუთარი დეკლარაციები გამოაქვეყნონ, ის ქონება რა აქვთ, როგორ აქვთ. ამას ვარაკეთებს ხელისუფლება, ვის გამჭვირვალობაზე ლაპარაკობს. ყვილია, როდესაც ოცნება ამბობს, რომ ამ ეგრეთ წოდებული ფარას მიზანი ოცნების პირობებში არის გამჭვირვალობა, ეს არის ტყუილი. ასეთ ქვეყანაში კორუფცია რო იქცა მართვის ერთ-ერთ მთავარ ბერკეტად, როდესაც ხვის გამჭვირვალობაზე საუბრობენ, უბრალოდ მინიმუმ მორალური უფლება არ აქვთ, ეს ერთი. მეორე ქვეყანაში, სადაც ფარა და ფარას მსგავსი კანონები მოქმედებენ ობიექტურად და სამართლიანად იმ ქვეყნებში და იმ სახელმწიფოებში სანდრო გირგულიანის სანქცირებულ მოსამართლე მურუსიძეს არ აქვს ჩაბარებული სასამართლო სისტემა. იქნება მიმართული იმისკენ, რომ ამ ქვეყანაში არავინ არ დახარჯოს თანხები იმისთვის, რომ მოაწყოს არეულობები, რევოლუციები და დააფინანსოს აქ სიძულვილის და შუღლის გაღვივება. ამიტომ ამ კანონის მნიშვნელობა იყო ძალიან დიდი. მიხარია, რომ დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად ჩვენ ეს მივიღეთ, თუმცა ამ წინააღმდეგობას ხედავთ ახლაც. უკვე მივეჩვიეთ თითქოს იმას, რომ ორმაგი სტანდარტი მოქმედებს საქართველოსთან მიმართებაში. პოლიტიკოსები და რიგი წარმომადგენლები ევროპული ბიუროკრატიის საქართველოს აკრიტიკებენ იმისთვის, რომ ჩვენთან მუშაობს უცხოური გავლენების წინააღმდეგ მოქმედი კანონმდებლობა, მაშინ როდესაც ისინი ძალიან კარგად იყენებენ აღნიშნულ კანონს, თუმცა ამ შემთხვევაში შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ ეს ადამიანები წარმოადგენენ საკუთარ ქვეყანას და ამ განცხადებებსაც აკეთებენ იმ ქვეყნის გადმოსახედიდან, ხოლო რა არის საქართველოს უმჯობესი, ასახული არის აღნიშნულ კანონში. ეს არის ზუსტი ანალოგი, სიტყვით თარგმანი ამერიკული ფარასი და მისი ერთადერთი მიზანი არის, რომ მოხდეს გამჭვირვალობა იმ ფინანსების, რომლებიც არსებობს საერთაშორისო დონორების მხრიდან, კონკრეტულად საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით. ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა, საქართველოს ეს არ გამოუგონია, მიუხედავად იმისა, რომ დიდი სურვილი გვაქვს, რომ ეს ფინანსები იყოს გამჭვირვალე. ეს არის ოპტიმალური ვერსია იმ კანონმდებლობის, რომელიც არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში. ყველა ორგანიზაციას, რომელსაც აქვს ვალდებულება, რომ დარეგისტრირდეს რეესტრში, შეავსოს შესაბამისი ის დოკუმენტაცია, რომელიც არის გათვალისწინებული კანონით, ეს არის აუცილებელი. სხვა შემთხვევაში არის გათვალისწინებული სხვადასხვა პასუხისმგებლობა. მიკროავტობუსების მძღოლები ოზურგეთიდან თბილისამდე მგზავრების გადაყვანას 1 იანვრამდე შეძლებენ. დადგენილებაში ცვლილებასა და გადავადებას ხელი პრემიერ-მინისტრმა 30 მაისს მოაწერა. დადგენილება, რომელიც საქალაქთაშორისო გადაყვანებთან დაკავშირებით ცვლილებებს გულისხმობდა და რომლის მიხედვითაც 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ დასახლებულ პუნქტებს შორის გადაზიდვების განხორციელების უფლება ექნებათ მხოლოდ 5 ტონაზე მეტი წონის მქონე M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს 1 ივნისიდან აღარა მოქმედდება. აღნიშნული რეგულაცია ახალი დადგენილების თანახმად ძალაში 2026 წლის 1 იანვრიდან შევა. ამასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ დადგენილებას ხელი 30 მაისს მოაწერა და ამით მიკროავტობუსების მძღოლებს მგზავრთა გადაყვანის შესაძლებლობა კიდევ 6 თვით შეუნარჩუნდათ, ხოლო 1 იანვრიდან მაგალითისთვის ოზურგეთიდან თბილისამდე მგზავრთა გადაყვანას მხოლოდ ავტობუსები განახორციელებენ და მიკროავტობუსები ამ დისტანციაზე ვეღარ ივლიან. პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა, მათ შორის 4 ნარკორეალიზატორია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. მათ შორის 4 ნარკორეალიზატორია. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით დაკავებულები არიან 1986 წელს დაბადებული გს, 1980 წელს დაბადებული შკ, 1989 წელს დაბადებული ზვ, 1978 წელს დაბადებული ზტ და 2000 წელს დაბადებული გა. დანაშაული 20 წლამდე ან უადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 260 და 260 ტერცია მუხლებით მიმდინარეობს. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში საქართველოდან უცხო ქვეყნის 31 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. საქართველოდან გაძევებული იქნა ირანის, ინდოეთის, თურქეთის, თურქმენეთის, ჩინეთის, ეგვიპტის, ბურუნდის, ყაზახეთის, იორდანიის, აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, პაკისტანისა და ერაყის ჯამში 31 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. ოზურგეთში ქართული ხალხური სიმღერების დიდი მოამაგის, ლოტბარის, ანსამბლ რუსთავის ხელმძღვანელის ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური ღონისძიება გაზაფხულის სიმღერა დაფუძნდა. ღონისძიების პირველი აქტივობა ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრთან გაიმართა, სადაც ანსამბლ მართვესა და ოზურგეთის სალუტბარო სკოლის მოსწავლეებმა ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სტელა შეამკეს და რამდენიმე სიმღერა და საგალობელი ერთობლივად შეასრულეს. ამის შემდეგ ორივე გუნდი ქალაქში მსვლელობით ოზურგეთის კულტურისა და დასვენების პარკისკენ გაემართა, სადაც მათ პარკის ამფითეატრში ერთობლივი კონცერტი გამართეს. სცენაზე ერთმანეთს ქართული ხალხური მრავალხმიანობის ნიმუშები ცვლიდა. მართვემ და ოზურგეთის სალუტბარო სკოლის მოსწავლეებმა მსმენელებს მრავალფეროვანი რეპერტუარი წარუდგინეს. სასიმღერო ნომრებს ქორეოგრაფიული გაფორმებაც ამშვენებდა. კონცერტში მონაწილეობა მომღერალმა მარიამ ერქომაიშვილმაც მიიღო. ბოლო აქტიობით კი მართვემ და ოზურგეთის სალუტბარო სკოლის მოსწავლეებმა სოფელ მაკვანეთში ნაკაშიძის გორაზე ერქომაიშვილების საგვარეულო საფლავები მოინახულეს. პარაკლისშიც მიიღეს მონაწილეობა, სადაც ორივე გუნდმა იგალობა. მე დიდი მადლობა მინდა გადავხოთ ოზურგეთს. დიდი მადლობა მინდა გადავხოთ ბატონ ანზორის, მის საპატივცემულოდ ჩამოვედით მართვე ოზურგეთში. ჩვენ პირობა დავდეთ 2 წლის წინ, რომ მართვეს დაბადების დღეს 31 მაისს ყოველთვის ჩამოვალთ ოზურგეთში, ჩავატარებთ კონცერტს ადგილობრივ ბავშვებთან ერთად. მის შემდეგ ავალთ სასაფლაოზე იმ ცნობილი მომღერლების ერქომაიშვილების გვარის სასაფლაოზე. პატივს მივაგებთ მათ სულებს, რაც რამდენიმე საგალობლებს შევასრულებთ. და კვირდებით, რომ ყოველ წელს არაფერი ხელს არ შეგვიშლის, არავითარი მიზეზი ამ დიდი ადამიანის ბატონ ანზორის საპატივცემულოდ მართვე ყოველთვის იქნება ოზურგეთში ამ დღეს მის პატივის მისაგებად და რაც შეიძლება ბევრ ადამიანს გაუთმოთ გული და არ უნდა შეხსენება, მაგრამ მაინც შევახსენოთ ვინ იყო ეს ადამიანი და რამდენად დიდი ადამიანი იყო, რამდენად დიდი საქმე გააკეთა საქართველოსთვის და ზოგადად ოზურგეთისთვის.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სახლში კულტურის ცენტრის ორგანიზებით სტუდია მომავლის ბავშვების კონცერტი გაიმართა. ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი კონცერტი თემატურად და შინაარსობრივად მრავალფეროვანი იყო. ნომრები შესრულდა როგორც პატარების, ასევე მშობლების მონაწილეობით, რამაც საღამო უფრო მეტად გაალამაზა. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე პატარებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. დღეს კულტურის ცენტრმა დღესასწაული მოუწყო ჩვენს პატარებს. მადლობა მინდა გადაუხადო მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას მხარდაჭერისთვის. მადლობა მინდა გადაუხადო კულტურის ცენტრის თითოეულ თანამშრომელს. განსაკუთრებული მადლობა კი სტუდიის ხელმძღვანელს ნანა ჩხიკვაძეს ასეთი თავდაუზოგავი შრომისთვის. დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მუსიკალურ-თეატრალური სტუდია მომავლის ბავშვები. ყველა ბავშვს გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, ბედნიერებას და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებას. მე მინდა მივუცო ყველა ბავშვს დღევანდელი დღე და ასევე უსურვო წარმატებები. ეს გახდა ჩემხალთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.